აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ყავს. ჯემალ გამახარიას თავმჯდომარის პოსტზე 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარე. 4 წინააღმდეგი იყო. ერთ დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 18-მა დეპუტატმა. კანდიდატმა გამახარიამ მიიღო 14 მომხრის ხმა, წინააღმდეგი 4. ამრიგად ბატონი ჯემალ გამახარია 14 მომხრითა და 4 წინააღმდეგით არჩეულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ. კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება და განსაკუთრებით უმაღლეს საბჭოს უზარმაზარი მისია აკისრია. ახლა მე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება იმაში, რომ ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩვენი მისია შევასრულოთ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უპირველეს ყოვლისა ჩვენი ამოცანა იქნება ადამიანის უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც ფეხქვეშ ითელება უკვე წლების განმავლობაში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რასაკვირველია იქნება დეოკუპაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა განიხილებოდა ჯემალ გამახარია და დავით გვაძაბია. მეორე კანდიდატმა დავით გვაძაბიამ კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხსნა. ესენი არიან ჩვენი მეგობრები. ჩვენ ერთად ვდივართ 3 ათეული წელია. გავაგრძელოთ უნდა ჩვენ მოღვაწეობა. აფხაზეთის ავტონომიის უმაღლეს საბჭო არის ძალიან სერიოზული ლეგიტიმური ორგანიზაცია, ანუ უწყება, რომელიც ჭირდება ქვეყანას, ჭირდება ერს, ხალხს. დიდი როლი ეკავა და უკავია აფხაზეთის ხელისუფლებას და განსაკუთრებით უმაღლეს საბჭოს დღევანდელ პერიოდში და გასულშიც და მომავალშიც ასე იქნება, სანამ არ მოგვარდება აფხაზეთის პრობლემა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამდებობას გია გვაზავა იკავებდა. ჩატარდა არჩევნები, როგორც წესი და რიგი უნდა ყოფილიყო. ახალი აქ არავინ არ არის, ყველა ძველები ვარ და ვაგრძელებთ მუშაობას. ყველა კარგად გვიცნობს აფხაზეთის და ქართული საზოგადოება და ხაზი ყოველთვის ერთი გქონდა, მიმართულება ერთი გქონდა, ეს არის აფხაზეთის დეოკუპაცია, საქართველოს დეოკუპაცია და ვაგრძელებ მუშაობას.